ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ბაჩო ახალაია ბრალის წარდგენის მოლოდინშია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკავებული ცოტა ხნის წინ ადვოკატმა კიდევ ერთხელ მოინახულა. სუსის ინფორმაციით, ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი ქმედებების მთავარი ორგანიზატორი იყო. გამოძიების ინფორმაციით ის პროცესებს ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა უკვე დაკავებულ ორგანიზატორებთან. ნანა გოგოტაძე ჩაგორთობა ახლა პირდაპირ ეთერში. ნანა, გისმენთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა სულ ცოტა ხნის წინ დატოვა ბაჩო ახალაიას უფლებადამცველმა, რომელმაც ჩვენთან საუბარში გამორიცხა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციასთან, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინდელ ბრიფინგზე წუთებისა და წამების სიზუსტით გამოაშკარავა და გაშიფრა ის, რომ ბაჩო ახალაიას ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით აქციის ორგანიზატორებთან ჰქონდა ინტერნეტ სესიები, ამის მიუხედავად უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში არ დევს არანაირი პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას დაადასტურებდეს. თავად უფლებადამცველი ადასტურებს იმას, რომ ბაჩო ახალაიას აქციის ორგანიზატორებთან ჰქონდა როგორც სატელეფონო, ასევე ისე შეხვედრები, თუმცა ადვოკატის განმარტებით ეს შეხვედრები არ უკავშირდება 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციას. არაფერში ჩართული არ ყოფილა, არათუ რაიმე დაგეგმაში, საერთოდ ამ გამოსვლებში არანაირი ჩართული არ ყოფილა. როცა დაკითხვაზე იყო მისული, იმ ადამიანებთან ურთიერთობა აქვს ურთიერთობა, მაგრამ ის რაოდენობა რაც არის გაჟღერებული, ამ დრომდე აუხსნელია, იმიტომ რომ ამდენი ზარი ფიზიკურად არ ქონია და ჩვენ მოვიაზრებთ, რომ შესაძლებელი უბრალოდ ინტერნეტ აქტივობა იყოს და მხოლოდ ამას უკავშირდებოდეს ეს ყველაფერი. მათთან არ უარყოფს კომუნიკაციას, ხო გეუბნებით, არა მარტო სატელეფონო თუ WhatsApp-ით თუ მესენჯერით, შეხვედრილებიც არიან, სახლშიც არის რამოდენიმეჯი ნამყოფი. უპრეცედენტო გამოძიება ასე შეაფასა უმრავლესობის ლიდერმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. ირაკლი კირცხალია თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უმაღლესი სტანდარტით უტყუარი მტკიცებულებები ჩადო საქმეში, აქედან გამომდინარე არავის ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები არ უნდა ჰქონდეს. მართველი გუნდის ლიდერმა დღეს ასევე გაიხსენა ანი ნადარეიშვილის მიერ გაკეთებული კომენტარი რამდენიმე თვის წინ გამოკითხვის შემდგომ, სადაც ბაჩო ახალაიას ცოლმა თქვა, რომ 4 ოქტომბრის აქცია ძალადობრივი არ ყოფილა, იმის მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებმა საპრეზიდენტო რეზიდენციაში შეჭრა სცადეს. ქართულ გამოძიებაში მოხდა მართლაც უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთების და წამების სიზუსტით იქნა გაშიფრული სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციებით, ინტერნეტ აპლიკაციების გამოყენებით და საშუალებით კომუნიკაცია. იმ კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის. ხედავთ, რომ ამადამ წუთზე, ამადამ საათზე, ამადამ წამზე შედის ზარი რუსთაველის გამზირზე და კეთდება თუ არ თუ სწორად მახსოვს განცხადება, რომ თურმე ყველა ლიდერი უნდა დააკავონ ქართული ოსტების შემდეგ კეთდება ზარი და ხედავთ პირდაპირ ეთერში განცხადებას, რომ უნდა თურმე ჩავიდნენ ათონელის რეზიდენციისკენ და დაიკავონ პრეზიდენტის ადმინისტრაცია. ხოლო როგორ ვითარდებოდა შემდეგ იქ მოვლენები, ყველამ ძალიან კარგად ვნახეთ. გადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ თურმე რატო ხდებოდა შეკრებები კონსპირაციული ბატონი ახალაიას სახლში, რატომ იყო მისი მეუღლე ორი თვით ადრე დაკავებული ასე ვთქვათ ამ რევოლუციური სცენარის კამპანიით და შემდეგ ვიხსენებდი და ყველას კარგად გვახსოვს გახსოვთ პირველ გამოკითხვაზე, როდესაც იყვნენ ისინი დაბარებული, რა კომენტარები გააკეთეს ასე ვთქვათ უსაფრთხოების შენობიდან გამოსვლის შემდეგ, რომ თურმე არ უნახავთ იქ ძალადობა 4 ოქტომბერს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გუშინ დააკავეს. ის ამ დრომდე სუსის შენობაში ბრალის წარდგენის მოლოდინშია. მას ბრალის ოფიციალურ დადგენილებას უახლოეს მომავალში გააცნობენ. მადლობა ნანა გოგოტაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლის ანი ნადარეიშვილის განცხადებით ბაჩო ახალაია რამდენიმე კვირის წინ პოლონეთში აპირებდა წასვლას, თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს. მისივე თქმით, პოლონეთში როგორც ემიგრანტები ისე იმყოფებოდნენ და ახალაია უკან დაბრუნებას აპირებდა. მართველი გუნდის განცხადებით ახალაია ქვეყნიდან წასვლა სავარაუდოდ სწორედ 4 ოქტომბრის დანაშაულის გამო გეგმავდა, რადგან ხვდებოდა, რომ მის მიმართ საგამოძიებო უწყებას კონკრეტული მტკიცებულებები და კითხვები ჰქონდა.
მინდა რომ შევიდე ბაჩოსთან როგორც მისი ადვოკატი. მითხრეს რომ ბრალი მოხსნილი მაქვს ესე გამომიშვას გუშინ იზოლატორიდან, მაგრამ არაფერი დოკუმენტი ჩემთვის არ უჩვენებია. დიდი ხანია ორგანიზატორად ასახელებენ. ძალიან დიდი ხანია. არანაირი მტკიცებულება არ შეიძლება არსებობდეს. იმიტომ რომ არ არსებობს ბუნებაში ეგეთი მტკიცებულება. ბურჭულადესთან და სოდელავასთან ნაცნობობა, ახლობლობა, ნათესაობა არ გვიურყია ჩვენ არც ერთს. ჩვეულებრივად ადამიანები ერთმანეთს ურეკავთ. ეხლა მე და ბაჩოც 4 ოქტომბერს მე და ბაჩოც ურეკავდით ერთმანეთს. ბაჩო ახალაიას არანაირი კავშირი არ აქვს 4 ოქტომბრის ორგანიზებასთან. ვიყავით ემიგრაციაში და როგორც ჩვეულებრივი რიგითი ემიგრანტები მუშაობენ, ისე მუშაობდით ჩვენც. ბაჩო და ზვიად გაგო აპირებდნენ წასვლას. ისევ პოლონეთში უკან, სადაც ვიყავით, სადაც მუშაობდით. შეიძლება ხდებოდა რომ ადრე თუ გვიან გამოძიებას მასთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები ექნებოდა და გეგმავდა ქვეყნიდან გასვლასაც. არც ეგ არ არის გამორიცხული. ახალაიას პოლიტიკური აქტიურობა წლების განმავლობაში აბსოლუტურად არავის არ უნახია, ხო? მეორე არის ის საქმიანობა, რასაც ის როგორც გამოძიება ამასთან დაკავშირებით ჩვენ ფაქტებით გვესაუბრება, ეწეოდა ფარულად სწორედ სახელმწიფო გადატრიალების და ამ აჯანყების მოწყობის კუთხით. და რაც ყოველ შემთხვევაში ბრიფინგზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაგვაცნო 4 ოქტომბრის დღის მიმდინარეობის დროს 4-ვე ის პირი, რომელიც მოიაზრებოდა ლიდერებად აი ამ გადატრიალებისა, მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ ბაჩო ახალაიასთან. თემაზე პრემიერმა კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა. ირაკლი ყობახიძე ამბობს, რომ 4 ოქტომბერს მოხდა დანაშაული იყო დამხობის მცდელობა. ყველა დამნაშავე უნდა იყოს იდენტიფიცირებული და გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს, ამბობს პრემიერი. გამოძიება ადგენს დეტალებს და ვლოდოთ გამოძიებას. 4 ოქტომბერს რაც მოხდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო დაანონსებული დამხობის მცდელობა, ეს მცდელობა ჩავარდა, თუმცა დანაშაული დარჩა დანაშაულად და ყველა დამნაშავე, რა თქმა უნდა იყოს იდენტიფიცირებული და ზუსტად ამას უკავშირდებოდა სულში გამართული გუშინდელი ბრიფინგი. რეალურად ოჯახის წევრებს და ადვოკატებს ვერ გავამტყუნებთ, ეს მათი საქმეა, ბრალობულის დაცვა არის მათი საქმე და ბუნებრივია ამას გააგრძელებენ, ამასთან დაკავშირებით რთულია კომენტარის გაკეთება. თავი არის ერთი, რომ თუ არის დანაშაული ჩადენილი, ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე და ამით არის დაკავებული დღეს უსაფრთხოების სამსახური. კამპანია სურსათის ფასების წინააღმდეგ მმართველ გუნდში მათი ოპონენტების ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე და ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ. პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა კონკრეტულ პირებს მივიდნენ პარლამენტში, სადაც კომისიის შექმნა იგეგმება და დაასაბუთა, რომ ფასნამატი ლოგიკურია. ირაკლი ყობახიძემ დაასახელა დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, რომელიც კოალიციად ცვლილებებისთვის წევრია. ასევე ახსენა ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახს ეკუთვნის. საუბარია შპს მეგაკოზე, რომელსაც საქართველოში შემოაქვს რუსეთში წარმოებული პროდუქცია და თანამშრომლობს Mondelez International-თან, რომელიც უკრაინამ ომის სპონსორთა სიაში შეიყვანა. პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია დადგა მაღალი ფასების ხარეს. ეს არის საერთო სურათი, რასაც ხედავთ. ამას შედიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ამას შედიან მათი მედია საშუალებები და ასე შემდეგ. რაც პრინციპში არ გვიგვირს გამომდინარე იქიდან, რომ ყველგან ცდილობენ ისინი საბოტაჟს, თუმცა ეს მაინც გასაკვირი არის გარკვეულწილად, როგორ შეიძლება მოახერხო ის, რომ დადგე მაღალი ფასების ხარეს, ეს არის მართლაც წარმოუდგენელი, თუმცა ეს არის მათი არჩევანი, ჩვენი არჩევანი არის სხვა, ჩვენი არჩევანია, რომ ვიზრუნოთ მაქსიმალურად ფასების შემცირებაზე და როგორც წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს ამ გზაზე, ბუნებრივია, ჩვენი ზრუნვა არ შენელდება და მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მივახციოთ ფასების შემცირებას, როგორც არ უნდა იყოს პოლიტიკური კავშირები, ბიზნესი იქნება აუცილებლად თავისუფალი. ეს არის ურყევი პრინციპი, რომელსაც იცავს ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული და ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას 2012 წლის შემდეგ, არის სწორედ ეს, რომ ბიზნესი გათავისუფლდა და ბიზნესი არის სრულად თავისუფალი. რა თქმა უნდა, ამ პრინციპს დავიცავთ ურყევად, ვისთანაც არ უნდა იყვნენ დაკავშირებული კონკრეტული კომპანიები პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველა კომპანია იქნება თავისუფალი და ყველა კომპანიას ექნება ბიზნესის თავისუფლად წარმოების საშუალება. მთავარია, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი საზოგადოება კარტელური გარიგებებისგან. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ვარლამ ლიპარტელიანი აირჩიეს. მან გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. დელეგატებმა დაამტკიცეს ახალგაზრდული ორგანიზაციის გამგეობის 5 წევრი. ყრილობა სასტუმრო პარაგრაფში ესწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარე, გენერალური პოლიტიკური და რეგიონული მდივნები პოლიტიკური საბჭოს წევრებთან ერთად. ასევე ცოტნა ივანიშვილი საპატიო სტუმრის რანგში.
დღევანდელი დღე უნდა იქცეს საწყის სერტულად განვითარების ახალი ეტაპისთვის, რომელიც პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს. სიმბოლურია, რომ დღევანდელ ყრილობას ესწრება ცოდნე ივანიშვილი, რომელსაც განსაკუთრებულად მინდა მივესალმო. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ 14 წლის წინ გაკეთებულმა პოლიტიკურმა განაცხადმა საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა გახადა შესაძლებელი. სწორედ ამ დემოკრატიული გარდატეხის შედეგია ის მიღწევები, რომლებიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მოუტანა. ქართული ოცნების ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის პირობებში ქვეყანას ომი არ ქონია და რომლის პირობებშიც საქართველომ უწყვეტი 13 წლიანი მშვიდობა შეინარჩუნა. 2012 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. Ზუსტად 2 წლის წინ შედგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც ასევე გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის რანგში პოლიტიკაში დაბრუნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მოქცა შეასრულება, დაგვეხვეწა სახელმწიფო მმართველობა, გარდამტეხი დარტყმა მიგვეყენებინა კორუფციისთვის და პრინციპულად განგვედგიცებინა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და დაფასებაა, ნდობა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გამომიცხადა უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობასთან ერთად, ძალიან დიდ მოტივაციასაც მიჩენს. აუცილებლად ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი ორგანიზაციის გაუმჯობესებაზე ფიქრი. უნდა დავიბრუნოთ ის უდიდესი ენერგია, გამოვიყენოთ ის უმნიშვნელოვანესი პოტენციალი, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას გააჩნია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ ქართულ ოცნებაში და საკუთარი უნარების გამოვლენის შესაძლებლობა მივცეთ. ჩვენი დიდი სურვილი და მიზანია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ისეთი ტრადიცია, როდესაც ახალგაზრდები წარმატება საკუთარი ცოდნის, მონდომების, გაკეთებული საქმის მიხედვით მიაღწევენ, როდესაც ჩვენ მომავალ თაობას ექნება სტიმული და დარწმუნებულები იქნებიან, რომ წინსვლის ერთადერთი გზა შრომასა და ნიჭზე გადის. 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პარტია ქართული ოცნება დააფუძნა. ხოლო 10 წელი სრულდება, რაც ახალგაზრდული ორგანიზაცია ამ ფორმით ჩამოყალიბდა. მანამდე იყო ახალგაზრდული მოძრაობა. ამ პერიოდში გულანთებულ ადამიანებთან ერთად უამრავი რამ გამოვიარეთ. ქართული ოცნება და მისი ახალგაზრდული ორგანიზაცია არის იდეა, რომელსაც თითოეული თქვენგანი ემსახურება და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება. მონაწილეობა მივიღეთ 7 საყოველთაო და 3 შუალედურ არჩევნებში. განვახორციელეთ არაერთი პროექტი. საქართველოში უდიდეს ახალგაზრდულ ორგანიზაციას ყავს 10,000-ზე მეტი წევრი და ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები. პირველ რიგში მინდა რომ ვარდნამ ლიპარტელიანს მიულოცო. მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ესეთი ღირსეული, ესეთი წარმატებული, ესეთი მოტივირებული ადამიანი ჩაუდგება სათავეში ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას. ქართველები ძალიან ნიჭიერი ვართ ზოგადად და მე ვთვლი, რომ ძალიან უნდა ფასდებოდეს მკაფიოდ ახალგაზრდებში განათლება, შრომის მოყვარეობა, ნიჭიერება, მონდომება და ესეთი მომავლის მშენებლობის სურვილი და მოტივაცია. ზუსტად აქედან გამომდინარე, მე პირადად ძალიან გამიხარდებოდა, რომ ჩემი თაობის წარმომადგენლების შორის მეტი დიალოგი არსებობდეს. რახან ჯანსაღ დისკუსიაში, ერთმანეთის განსხვავებული აზრის მოსმენაში არა მარტო სიმართლე იბადება, არამედ ერთობაც. ჩემს გარშემო ძალიან ბევრ მეგობარს, ძალიან ბევრ ახალგაზრდას თანატოლს ხედავ, ვინც არის ძალიან მოტივირებული, ვინც ძალიან ბევრ შრომობს საკუთარ მომავალზე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ ახალგაზრდას ძალიან უყვარს თავისი სამშობლო. და ჩემი აზრით ამ ყველაფერს პასუხისმგებლობაც მოსდევს გარკვეულწილად, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვიზრუნებთ ჩვენ ქვეყანაზე, სხვანაირად ნათელ მომავალზეც ვერ ვიზრუნებთ. ახალგაზრდული ორგანიზაციის როლი, ახალგაზრდების როლი ჩვენს ყოველდღიურობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქვეყნის მომავალში მათი თანამონაწილეობა, ქვეყნის განვითარებაში თანამონაწილეობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული სხვადასხვა პროექტებში, მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში და რა თქმა უნდა მომავალი ახალგაზრდების არის და ყველაფერი რაც კეთდება ქვეყანაში, თუნდაც რაც კეთდება დედაქალაქში სხვადასხვა პროექტების სახით, მიმართულია იმისკენ, რომ ეს ყველაფერი გამოიყენოს ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობებმა.
თბილისის საკრებულოში დღეს 2025 წლის ბოლოს ხდომა გაიმართა. დეპუტატებმა წელს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და წელი შეაჯამეს იმსჯელეს ჩანაცვლების პროგრამაზე, რომელიც ისტორიულ ზონებში ავარიული შენობების გამოსყიდვას ეხება. ასევე სოციალურ, სატრანსპორტო, ბაგაბაღებისა და სკოლების საკითხებზე. შევაჯამეთ ის გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც ჩვენ დავძლიეთ წლის განმავლობაში. იცით რომ ბიუჯეტი საკმაოდ გაიზარდა მკვეთრად ბოლო წლის განმავლობაში, ასევე ჩვენ მიმართულებები რაც იყო ძალიან პრინციპულად ვიშო სოციალური მიმართულება, სატრანსპორტო, მუნიციპალური, ბაღაბაღები, იგივე სკოლების საკითხი, რომელიც დაემატა დღეს უკვე მუნიციპალიტეტს, ეს თემებია, რომელზეც აუდგა გზების რეაბილიტაცია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაში აქტიური მუშაობა. საკალათო სასამართლოში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის პროცესი გაიმართა. გამოკითხეს ბრალდების მხარის ერთი მოწმე. მიქაუტაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ივნისში დააკავა. მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. კონკრეტულმა მოწმემ შეიძინა ერთ-ერთი კომპანია ჯეოკრაფტი და აღწერა მის მიერ ამ კომპანიის შეძენის პროცესი და მანვე განმარტა, რომ არ იცის ზოგადად ვინ არის რომეო მიქაუტაძე, ამის შესახებ გაიგო ტელევიზიიდან მის დაკავების შემდეგ. ამ შეხება მას და რომეო მიქაუტაძეს არ ქონია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთ-ერთი კომპანიის წარმოადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ შეიძინა კომპანია ჯეოკრაფტი და ამავდროულად გამყიდველებმა, ასე ვთქვათ, ამ კომპანიის პირობა მისცეს, რომ უზრუნველყოფდნენ სახელმწიფო მხრიდან შესაბამისი ნებართვის აღებაში. მოგვაწოდა ეს ჩვენება მოწვევა, ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ რაც გამოკვლეული იქნება ყველა მტკიცებულება, დამნაშავედ იქნება ცნობილი რომეო მიქაუტაძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში. ბიუჯეტისთვის მიყენებული 4 მილიონამდე ზიანი 8 დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა. დააფუძნეს ათეულობით კომპანია 2021-24 წლებში სვანეთიდან სხვადასხვა რეგიონში 102 მილიონი ლარის ღირებულების ხის მასალა გაყიდეს, დღეს დეკლარაციებში კი ყალბი მონაცემები მიუთითეს. სამეწარმეო საქმიანობის პროცესში მეტი სარგებლის მიღების მიზნით ბრალდებულები სისტემატურად არღვევდნენ კანონმდებლობით დადგენილ საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოების სპეციალურ წესს. საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დეკლარაციებს მუდმივად აზუსტებდნენ ყალბი მონაცემების შეტანით, რის საფუძველზეც არ იხდიდნენ კუთვნილ საერთო სახელმწიფოებრივ გადასახადებს. აღნიშნული ხერხით ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა 2022-2024 წლებში სახელმწიფოს მოტყუებით მიაყენეს 4 მილიონამდე ლარის ქონებრივი ზიანი. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 195 მუხლის მესამე ნაწილი წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია პრეგაბალინის 3000-ზე მეტი აბი. გამოძიების ინფორმაციით ისრაელის მოქალაქის ნივთიერება აეროპორტში სამგზავრო ბარგში უპოვეს. პოლონეთის ელჩი საფრანგეთში ყალბი დიპლომების გაყიდვის საქმეზე დააკავეს. იან ემერიკ როშჩიშევსკი გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გათავისუფლდა. საგამოძიებო მოქმედებები ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საქმეზე მიმდინარეობს. ფრანგული მედია წერს, რომ ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელა. პოლონელი დიპლომატი კი სამშაბათს ვარშავის აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს. ელჩი, რომელიც თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს, კანონდარღვევას უარყოფს. დიპლომატის გარდა საქმეში ასევე ფიგურირებენ მაღალი თანამდებობის პირები და ყოფილი პარლამენტარები, კონსერვატიული პარტია, სამართლისა და სამართლიანობის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ძლიერი და სასიკვდილო დარტყმა განხორციელდა, დაწერა სოციალურ ქსელში ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპმა განაცხადა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას უდანაშაულო ქრისტიანები მიზანში ყავს ამოღებული და სასტიკი მკვლელობებით არის დაკავებული. საპასუხოდ ამერიკელმა სამხედროებმა იდეალური დარტყმები განახორციელეს. Jets on Friday bomb and damage suspected militant hideouts on the outskirts of two beginnings intelligence and successive intelligence. ზელენსკი ტრამპს კვირას ფლორიდაში შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტი მედიასთან აცხადებს, რომ მოახლოეს დღეებში სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შესაძლოა ბევრი რამ გადაწყდეს. ზელენსკი მისაუბრა ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრაზეც და თქვა, რომ აქვთ ახალი იდეები მოლაპარაკებების ფორმატთან და ვადებთან დაკავშირებით.
რუსეთი და ამერიკა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მართვას უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილავენ. კომერსანტის ინფორმაციით თეთრი სახლი და კრემლი პირობებზე შეთანხმდნენ. გამოცემის წყაროსნობით პუტინმა საკითხზე რუს ბიზნესმენებთან დახურულ შეხვედრაზე ილაპარაკა და განცხადა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესებულია ელექტროსადგურზე მაინინგის ორგანიზებითაც. პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ირანის ელჩთან. დიპლომატმა შალო პაპუაშვილს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთობების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში სტაბილურობისთვის. მახაზი გაუსვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო დიალოგის დადებითი დინამიკა, რომელსაც საქართველოსა და ირანის მთავრობები ხელს უწყობდნენ, იმედის მომცემია და სამომავლო დაეხმარება თანამშრომლობის გაღრმავებას. პარლამენტის თავმჯდომარემ თავის მხრივ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მნიშვნელობას. ჯონდი ბაღათურიამ საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. წინადადებათა პაკეტი ეხება უკონტროლო მიგრაციისა და შრომის ბაზრის დაცვის საკითხებს. მათ მედიასთან განმარტება გააკეთეს, რას გულისხმობს მათი ინიციატივა. ეს არის მიგრანტებისთვის დაბალკვალიფიციურ პოზიციებზე დასაქმების შეზღუდვა და მეორე ეხება ახალი ტარიფის დაწესებას ქონების გადასახადის შესავსებად. ჩვენ მიგრანტებს აღარ ვაძლევთ ნებართვას იმუშაოთ გაბალკვალიფიციურ სამუშაოებზე, როგორიც არის კურიერები, გლოვოლტი, ტაქსები და სხვა ასეთი ტიპის სამუშაოები, ასევე სასწავლო ბინადრობის უფლების მქონე ანუ სტუდენტებს ასევე ეკრძალებათ ამის მიხედვით დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე, თუმცა ორთავე შემთხვევაში გამონაკლისის შემთხვევაში თუ კი მათ რამე ისეთ სპეციალობა აქვს, რომელიც ჩვენ გვჭირდება მთავრობის დადგენილებით, მათ ექნებათ მუშაობის საშუალება. განათლების მინისტრმა გურიისა და აჭარის რეგიონის სასკოლო საზოგადოებას ზოგადი განათლების რეფორმა გააცნო. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დირექტორებმა, მასწავლებლებმა და მშობლებმა გივი მიქანაძეს საკუთარი მოსაზრებებით გაუზიარეს. ნიშნულოვანია, რომ ამ ორივე შეხვედრაზე მივიღეთ სრული მხარდაჭერა და ლეგიტიმაცია იმ პროცესთან მიმართებაში, რომელიც ამ რეფორმის განხორციელებას უკავშირდება და სრული მზაობა სასკოლო საზოგადოების, რომ ჩაერთოს ამ რეფორმის განხორციელებაში, რამე თუ ისინი ძალიან კარგად ხედავენ და ათვით ცნობიერებენ თუ რაოდენ აქტუალურია ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის და მომავალი თაობების აღზრდისთვის სასკოლო რეფორმის ამ ფორმატში განხორციელება. საქართველოს განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრთან, ბატონ გივი მიქანაძესთან ერთად დღეს შევხვდით გურიის სამივე მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოებას. მინისტრმა დეტალურად და სიღრმისეულად გააცნო მათ ზოგადი განათლების სფეროში დაგეგმილი რეფორმა და ის მიმართულებები, რაც ამ რეფორმის ფარგლებშია გათვალისწინებული. შეხვედრა ძალიან აქტიურ რეჟიმში წარიმართა, კითხვა-პასუხის იყო დარბაზიდან, რა თქმა უნდა, რადგან მინისტრმა მათ ამომწურავი პასუხი და ინფორმაცია მიაწოდა. მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, სადაც ბატონი გივი უშუალოდ სასკოლო საზოგადოების სრულ შემადგენლობას პირადად ესაუბრა იმ სიახლეების შესახებ, რომელიც არის დაგეგმილი სასკოლო რეფორმის კონცეფციის ფარგლებში. იყო ძალიან მაღალი აქტიურობა დირექციების, მასწავლებლების და მშობლების მხრიდან და ვფიქრობ, დღეს ამომწურავი პასუხები გაეცა იმ კითხვებს, იმ სიახლეებს, რომელიც მნიშვნელოვანია სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. ზუგდიდში დევნილებისთვის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება 7 კორპუსში. გარემონტებული ბინა იძულებით გადაადგილებულ 1747 ოჯახს გადაეცემა. მშენებლობის დასრულება 2027 წელს იგეგმება. პროექტის ღირებულება 191 მილიონზე მეტს შეადგენს. ჩვენ მაყოფილები ვართ მშენებლობის ტემპით, ხარისხით. ფაქტურად ყოველთვიურად, ყოველ დღიურადაც შეიძლება ასე ითქვას, მიმდინარეობს კონტროლი, მათ შორის მშენებლობის ხარისხის კონტროლი და ვფიქრობ ზუგდიდში, ზოგადად სამეგრელოს მხარეში ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის ეს ძალიან დიდი შვება იქნება. 1747 დევნილი ოჯახისთვის შენდება კორპუსები ქალაქ ზუგდიდში და გარდა ამისა მოეწყობა მიმდებარე ტერიტორიაც, ეზოების, სკვერები, საბავშვო მოედნები. თებლასმა წლის შედეგები შეაჯამა და თანამშრომლები დააჯილდოვა. 2024-25 წლებში თელასის ინვესტიციების მოცულობამ 355 მილიონი ლარი შეადგინა. ინვესტიცია ძირითადად ქსელის მოდერნიზებას და რეკონსტრუქციას მოხმარდა. ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებად მაღალი ძაბვის ქვესადგური, წანისის მშენებლობა, ტაბახმელას და ურხების რეკონსტრუქცია დასახელდა.
ვაჯამებთ 2025 წლის შედეგებს, ვავლენთ იმ ადამიანებს, რომლებიც ღვაწლმოსილად იშრომეს 2025 წლის განმავლობაში და მინდა გითხრათ, რომ 2025 წელი იყო საკმაოდ რთული ჩვენთვის. ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა. ჩვენ ყველაფერი შევძელით, ჩვენ გავხსენით ორი ახალი ქვესადგური, ჩვენ კიდევ განვავითარეთ თბილისის ქსელი და დღეს თბილისი ანათებს, იმიტომ რომ დღეს ჩვენი ოსტატები, ჩვენი ინჟინრები, ჩვენი ექსპლუატაცია, ჩვენი ქსელი გამართულია. დიდი მადლობა მინდა მოუხატო თელასის ადმინისტრაციას. წელს ერთ-ერთი დააჯილდოვებული ვარ მე. მე ვმუშაობ კორპორაციული მიმართულებით ჩვენს კომპანიაში და ძალიან მიხარია, რომ ამის საშუალება გვაძლევს ჩვენი კომპანია და ეს ძალიან დიდი мотиваციაა ჩვენთვის. ქართული ხორბლის კულტურა, ტრადიცია და იდენტობა პარლამენტში კონფერენცია გაიმართა. აღონიშნება მიეძღვნა იუნესკოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ქართული ხორბლის ტრადიციები კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. შეკრებილებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, გარემოზაცვის მინისტრმა და მეუფე დავით აბა-ალავერდელმა. გაიმართა პანელური დისკუსია, აჩვენეს იუნესკოს ნომინაციაზე წარდგენილი ფილმიც. გვაქვს ზანდურის სახლი და ვეწევით ამ უძველესი ენდემური ჯიშების აღდგენა პოპულარიზაციას. ილოცავთ ქართული ხორბლის ამ დიდ წარმატებას. ეს არის ჩვენი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მსოფლიო მასშტაბით აღიარება. ქართული ხორბალი არის უნიკალური თავისი მახასიათებლებით და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში უკვე სახელმწიფომ არა მხოლოდ აღიარებით იხელმძღვანელოს, არამედ უფრო მეტი ღონისძიება დაგეგმოს და გაატაროს ის პროგრამები, რათა აღნიშნული ხორბალი უფრო მეტად განმავითაროთ. იუნესკომ მას შემდეგ, რაც ქართული ხორბალი, რიტუალები და ტრადიციები აღიარა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად, ეს არის გარკვეულწილად სასტარტო წერტილი, საიდანაც ჩვენ მისი კიდევ უფრო მეტი პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ. დღევანდელ კონფერენციაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლებმა, სამართლებრივ ჭრილში მის ამ საკითხის წარმომადგენლმა ადამიანებმა კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობის უკეთ წარმოსაჩენად. ბათუმში მაგნოლია 2025-ის დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებაზე საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოავლინეს. გამარჯვებულებს შორის იყო საუკეთესო სასტუმრო აჭარაში, ყველაზე პოპულარული რესტორანი წლის საუკეთესო გიდი და საუკეთესო ტურისტული სააგენტო. აჭარის ტურიზმის დაჯილდოების ცერემონია გახლავდა ხარისხის, პროფესიონალიზმის და მნიშვნელოვანი წარმატების აღიარება. მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მონაწილეს ხარისხზე და სტუმართ მასპინძლობაზე ორიენტირებული საქმიანობისთვის. მიზანმიმართული შრომით არა მხოლოდ გავაძლიერებთ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, არამედ სწორედ ტურიზმს გავხდით ჩვენი რეგიონის ეკონომიკური განვითარების თავმომდევრობელ ძალად. გამოვლინდა 10 საუკეთესო სერვისის მიმწოდებელი აჭარაში, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი მადლობა ვუთხარით იმ გაწეული საქმისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გასწიეს. რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ღონისძიებებით ჩვენ ხელს ვუწყობთ რეგიონში ტურიზმის სფეროს გაუმჯობესებას. ეს სპორტის არის სტიმული, რადგანაც შემდეგ წელს უფრო და უფრო მეტი სურვილი გვაქვს, უფრო და უფრო მეტი შრომა ჩავდოთ ჩვენ საქმეში, რადგანაც ჩვენთან მოსულ სტუმრებს უფრო მეტი სიამოვნება და მივაწოდოთ ინფორმაცია ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით. თავდაცვის ძალების დასავლეთსა და აღმოსავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებში სამხედრო მოსამსახურების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. ამჯერად საახალწლო დღესასწაული ვაზიანში მეოთხე ქვეით ბრიგადაში აღინიშნა. დამდეგიშობა ახალი წელი მოქმედი დაჭრილი და დაღუპული სამხედრო მოსამსახურების შვილებს მიულოცეს. ბავშვები სხვადასხვა გასართობ აქტივობაში ჩაერთნენ და ღონისძიების ბოლოს საჩუქრებიც მიიღეს. ჩვენი ჯანდოქარი ილუზიონის ყველაზე მომხერებში გამარჯვება. მინისტრის ინიციატივით უკვე მეორე წელია თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში იმართება მასშტაბური ღონისძიებები, სადაც ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ ოჯახის წევრებს, მათ შვილებს ულოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. დღეს ვიმყოფებით მეოთხე ქვეით ბრიგადაში ვაზიანში, სადაც შევხვდით ბავშვებს, ოჯახის წევრებს, უსურვებთ მშვიდობა, წარმატებული დამდეგი ახალი წელი და ბედნიერება 2026-ში. აქ მოვედი ჩემ დევთან და ჩემ შვილთან ერთად. განიმატორები ჩვენ გართობაზე სულობად.
ძალიან მომწონს საქაურეობა და კიდევ ერთხელ მოვა. ყველას გიროცავთ დავდექ ახალ წელს. უყურებთ კურიერს 6 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში უბრუნდებით. ნანიესო ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურ მუზეუმში ქართული კათოლიკური საშობაო საგალობელი შესრულდა. წარმოადგენს სამეცნიერო კვლევა, რომელიც სტამბოლის ქართული კათოლიკური ფონდის ბიბლიოთეკაში დაცულ სანოტო ნიმუშებს, კონკრეტულად კი ნანიესოს ეხება. ზაქარია ფალიაშვილზე პირველი მუსიკალური ამბავი სწორედ ამ საგალობელს უკავშირდება, როდესაც ამბავი მოგვითხრობს, რომ 8 წლის ზაქარიამ პირველად ტაძარში შეასრულა ეს საგალობელი თავის ძმა ივანესთან ერთად და მღვდელმა ივანი ანტონიშვილმა სწორედ მათ ანდო ამ საგალობლის სოლოს შესრულება. მასალა მიკვლეული იქნა 2019 წელს სტამბოლის ქართველთა სავანეში ნოტრ-დამ-დე-ლურდის კათოლიკური მონასტრის არქივში. ეს უნდა იყოს გადანაწერი, ხელნაწერი, რომელიც თარიღდება მე-20 საუკუნის 20-იანი წლებით. მის ავტობიოგრაფიაში მოვიძიეთ პირველად, სადაც გვიყვება ის და იხსენებს თავის ბავშვობას, როგორ ასრულებდა ქუთაისის კათოლიკურ ტაძარში ამ საგალობელს. შესაბამისად, ძალიან ამაღელვებელი დღე არის, სიმბოლური არის, სადღესასწაულო განწყობა გვაქვს. გალობის უნივერსიტეტის გოგონათა გუნდს მეეცა შესაძლებლობა რომ გაგვეჟღერებინა ეს საშობაო კათოლიკური საგალობელი, რომელიც პრაქტიკულად 50 წელი არ გაჟღერებულა, მით უმეტეს ამ სივრცეში ჩვენთვის ეს ძალიან ემოციურია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს საგალობელი სრულდება ორღანთან ერთად. ორღანზე თანხლებას გაგვიწევს ანა ქურდოვანიძე, რომელიც გახლავთ საქართველოს სიმფონიეტას ორღანისტი. აბრეშუმის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე მანანა სურმავას საავტორო სპექტაკლი დაიდგა. ორმოქმედებიანი წარმოდგენა მანანა დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შეიქმნა. სპექტაკლი 14 ესეს აერთიანებს. მაყურებელი პრემიერის ნახვას 29 დეკემბრის ჩათვლით შეძლებს. 14 პატარა ისტორია, რომელიც იზღება, მთავრდება ყოველი მომდევნო პასუხია მისი წინამორბედის. თითქოს ეს ისტორიები ერთმანეთთან აი ასეთ კავშირში არიან. ხო, მიდის დიალოგი. ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო რაღაცა უდიდესი საჩუქარი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ როდესმე ჩემი რამე დაიდგმებოდა სცენაზე. საერთოდ არც მქონდა ამის არც პრეტენზია და ოცნებაც კი არ მქონდა ასეთი. დიდი მადლობა მანანა სურმავას, რომ ასე შეიყვარა ჩემი მოთხრობები და 14 ჩემი პატარა ეტიუდის მიხედვით გააკეთა სპექტაკლი. დღეს სხვა სიახლეებს გაცანთ ჩვენ ვებგვერდზე rustavi2.g კურიერი კი გემშვიდობებად 9-მდე. არ გადახვდეთ, წინ გელოდებათ სპორტის სიახლეები. ვაშა დვალიშვილთან ერთად.